ციხე მედისმეტია. ჯარიმა და იმაში ჩაძიება რომ თუ რა არის უმთავრესი მიზეზი ამ გამოსულებისა. ასაიდან ესე სპონტანურად აბეჭდება. რაღაცას თავისი საფუძველი და მიზეზი აქვს. ხალხის გადაკეთვაზე და იმაზე რა არის ფეხის მოსიაუდნენ თუ გადაკეთა არაფერი არ არის მე მგონი და ის რა ამბავი ხდება ჩვენ ქვეყანაში და რავი ეგ არაფერი არ არის პირბადით და იმის გულიზე რავი ეს არის ჩვეულებრივი კადიროვშინა ეს აღარაფერში აღარ წერია უკვე ამაზე რა შეიძლება ითქვას სრული აგონია აქვს ამის გამო რა თქმა უნდა ეხლა თუ კიდევ მოხდა და ეჭვიც არ მეპარება რომ მოქალაქეები ამასაც არ დაემორჩილებიან შემდეგ გაზრდიან ალბათ უკვე პატიმრობის რიცხვს ალბათ დღეებს ან თუ არის ეხლა მაგალითად 15 დღე შემდეგ გახდება ალბათ 3 თვე ან 4 თვე ეს მოსალოდნელიც იყო რომ ამას იზავდნენ ჯარიმემა არ გაამართლა ხალხი ჯიუტად ისევ გამოდის პროტესტზე ეხლა ეგ თვითონ უფრო ვიციან მე ეხლა არ უნდა იკეტებოდეს გზები არ უნდა გადაგეტებოდეს სხვანაირად უნდა ეკეთოთ არა რატო იკეთებენ თუ პირდაპირ გადიან იმაზე ნუ გაიკეთებენ და ისე გავიდნენ პირდაპირ თუ ისინი რატო იმალებია არ უნდა ეკეთოთ არა მიზანი შეცდომა არ არის ლამაზი რა თქმა უნდა არ უნდა გადაიკეთოთ თუ ძალიან დიდი ის არა დიდი მიტინგები და ხალხმრავლობა ისე ყველას ქეიბზე არ შეიძლება ქვეყანა იყოს საწყობილი ну ეს ადეკვატურია ეს ფაქტის სასჯელი და პატრიოტობა იყოს ალბათ ცოტა მისაღებია რა თქმა უნდა კანონობდეს ესე აუცილებელი ხა საპატიმროზე აქ ახლა ლაპარაკი რა გვინდა ზედმეტი რა სისულელეა ეს ყველაფერი ეს უნდა იყოს სიტყვიერად გაფრთხილება საპატიმრო ახლა ჯერ ისედაც რა ვართ ქართველები და ყველაზე მთავარი ჩემო კარგო იცი რა არის ერთმანეთს რო ვჭამთ ძალიან მწვენია ეს პატარა ქვეყანა ვართ ვიღადავჩით საერთოდ საქართველოში და ერთმანეთს ვჭამთ ეს არის ყველაზე დიდი სირცხვილი რომ ვერ იყოფენ რავი რას ვერ იყოფენ არ ვიცით აი ჩვენ ახლა უბრალო ხალხი ვართ მართალია მაგრამ ძალიან კარგად ვაზროვნებთ ახლა შეიძლება მე პარლამენტარი არა ვარ და პარლამენტში შეიძლება კი არა არავზი ვარ პარლამენტში მაგრამ ზოგიერთ პარლამენტარზე ბევრად უკეთესი ტვინი და აზროვნება მაქვს და კარგად ხედავ კარგად მესმის და კარგად ხედავ რაც ახდება მაგრამ ჩვენ რა შეგვიძლია ჩვენ საშუალო ფენა ვართ და ჩვენ არაფერი კანონი მაგათ ხელშია